ირანის ომი ბოლო რამდენიმე დღეა ქარიშხალივით მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკელი ოფიცერი, რომელიც მტრის ზურგში დარჩა მას შემდეგ, რაც მისი F-15 ჩამოარდა, უკვე გამოიყვანეს. ჩვენთვის კი სამაშველო ოპერაციის დეტალები სავსეა ინტრიგით და მოიცავს დახვეწილ სტრატეგიულ ხრიკებს. სროლა აშშ-ში სამხედროებსა და ირანის რევოლუციურ გვარდიას შორის კიდევ ორი ამერიკული თვითმფრინავის დაკარგვა და პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ირანის მიწაზე. ამიტომ დღეს საჭიროა სიტუაცია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. ცხადია იმ დეტალებს, რაც ჯერჯერობით ვიცით სამაშველო ოპერაციის შესახებ, პირველ რიგში განვიხილავთ, რადგან იქ ბევრი რამ მოხდა და ეს თავისთავად საინტერესოა. შემდეგ გადავინაცვლებთ სხვა საკითხებზე, მათ შორის აშშ-ს ფრენების უსაფრთხოების გადახედვაზე ირანის თავზე. აშშ-სა და ირანს შორის არსებული უფრო ეგზოტიკური სტრატეგიული ვარიანტები, შემდეგი მსგავსი შემთხვევის დროს და იმ მისიების განხორციელებადობა, რომლებიც მოიცავს ადგილზე სამხედროების ყოფნას. მაგრამ მოდით დავიწყოთ სამაშველო ოპერაციით. ისტორია იწყება 3 აპრილს, როდესაც F-15 ჩამოვარდა ირანში, ყურის ჩრდილოეთით სავარაუდოდ ირანული გადამჭერი თვითმფრინავის მიერ ჩამოგდების შედეგად. ამაზე ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. პილოტი, რომლის კატაპულტის სავარძელიც აქ ჩანს, მაშინვე გადაარჩინეს. სწრაფი რეაგირების მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ის უსაფრთხო ტერიტორიაზე დაეშვა და იპოვეს მანამდე, სანამ ირანული ძალები მის კვალს მიაგნებდნენ. იარაღის სისტემების ოფიცერმაც კატაპულტით დატოვა თვითმფრინავი, მაგრამ დაკარგულად დარჩა, რამაც ორდრიანი დრამა გამოიწვია. ახლა მოგიყვებით, რას მიუთითებენ საწყისი ანგარიშები მომხდართან დაკავშირებით, თუმცა მეგობრულად შეგახსენებთ, რომ ახალი ინფორმაცია შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი დეტალი. და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ირანი აცხადებს, თითქოს ეს ყველაფერი საერთოდ არ მომხდარა და მთელი სამაშველო ოპერაცია კატასტროფა იყო. მაგრამ ირანი ბევრ რამეს ამბობს, რასაც დამოუკიდებელი მედია ვერ ადასტურებს. ამიტომ განსხვავებით დეზინფორმაციის ბოტებისგან, რომლებმაც მთელი სოციალური მედია დააინფიცირეს, ჩვენ აქ შევეცდებით მაქსიმალურად არ მივაქციოთ ყურადღება ამ განცხადებებს. კარგი, როგორც კი დაეშვა, ოფიცერმა ჩართო თავისი საბრძოლო გადარჩენისა და თავის არიდების ლოკატორი, ანუ CSCL. ის მოქმედებს როგორც შუქურა აშშ-ს საძიებო სამაშველო ოპერაციებისთვის, რათა იპოვონ ჩამოგდებული პერსონალი. მანამდე სანამ შეიქმნებოდა ის შავი ყუთი, რომელსაც ახლა ხედავთ, წინა შუქურებს ჰქონდათ პრობლემა, რომ ისინი ზოგად სიგნალს ავრცელებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგე ძალებსაც შეეძლოთ მისი გამოყენება და პირველებმა მიეღწიათ ადგილამდე, რაც მათ უპირატესობას აძლევდა. CSCL ცდილობს სიგნალი მხოლოდ თავისიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ამისათვის იყენებს დაშიფრის ტექნოლოგიას და გადასცემს სიგნალს სწრაფი იმპულსებით. იარაღის სისტემების ოფიცერი შემდეგ დაიმალა 7000 ფუტის სიმაღლის ქედის მაღალ წერტილზე და დაელოდა გადარჩენას. საინტერესოა, რომ ეს იგივე მთებია, რომლებმაც ხელი შეუშალეს ერაყის მცდელობას შეეჭრა ირანში 3 ათწლეულის წინ. კარგად, CSCL-მა იმუშავა როგორც იყო განზრახული. შეერთებულმა შტატებმა მაშინვე გაიგო დაკარგული იარაღის სისტემის ოფიცრის ადგილმდებარეობა. თუმცა აქ არსებობს სერიოზული სტრატეგიული პრობლემა. თუნდაც სიგნალი მხოლოდ ოფიცრის დამალვის ადგილს გითხრათ, თქვენი ქმედებებით შეიძლება გამოავლინოს მისი ადგილმდებარეობა. მაგალითად, თუ პირდაპირ ოფიცერთან მიფრინდებით ვერ მფრენით, მაგრამ შემდეგ ხვდებით, რომ დაშვება იმ მომენტში უსაფრთხო არ არის, მაშინ ვინც ამ ვერტმფრენს აკვირდება, ზუსტად იცის, სად წავიდეს. მაშინ პრობლემა გექნებათ, რომ კიდევ ბევრ მტერს უნდა შეებრძოლოთ, იმ შემთხვევაში, თუ მტერი ოფიცერს პირველმა არ დააკავებს. ასე რომ, როგორც ჩანს, პარასკევს და შაბათს ვხედავთ კომბინაციას. რეალურ საჰაერო დაფარვას ჩამოგდებული ოფიცრისთვის და ყურადღების გადასატანს საძიებო ოპერაციებს, რათა ირანი შეცდომაში შეიყვანონ. ეს მოიცავდა CIA-ს მიერ ინფორმაციული კამპანიის დაწყებას ირანში, რათა მტრის ძალები სიტუაციაში დაებნიათ. კერძოდ იყო ხრიკი ოფიცრის სახმელეთო კოლონით წასვლის შესახებ, რათა ირანი არასწორი მიმართულებით ეძებნა. სხვათა შორის ეს ძალიან უცნაური მცდელობა იქნებოდა. ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, როცა სახმელეთო ძალების განლაგებას განვიხილავთ. როგორც არ უნდა იყოს, სამაშველო ოპერაციის დაყოვნება გაგრძელდა მანამ, სანამ საკმარისი ირანული ძალები არ იქნა უკან დახეული, ან სხვა გზით განეიტრალებული, სადაც კვლავაც A-10 ვართოგები ლიდერობდნენ. IRGC იმ ძალებს შორისაა, რომელთანაც, როგორც ჩანს, შეერთებულმა შტატებმა ბრძოლა დაიწყო. შემდეგ, კვირას გამთენიისას, საზღვაო ძალების SEAL Team 6-მა ოპერაცია დაიწყო. აქ დეტალები უფრო ბუნდოვანია, მაგრამ კომანდოსებმა გამოიყენეს ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების კომბინაცია, რათა მიეღწიათ ადგილზე. დაფრენილიყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ ირანული ძალების დასაშორებლად, აეყვანათ იარაღის სისტემების ოფიცერი და დაეტოვებინათ ტერიტორია.
მისიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ის, რომ 2C-130 თვითმფრინავი ვერ აფრინდა ირანიდან წასვლის მცდელობისას. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა de-facto აეროდრომი მოაწო ირანის შიგნით ოპერაციისთვის. სამი დამატებითი თვითმფრინავი უნდა შემოსულიყო სარეზერვოდ, რამაც საჭირო გახადა მიტოვებული C-130 თვითმფრინავების საფეთქება, რათა ისინი უბრალოდ ირანისთვის არ დაეტოვებინათ. ოპერაციის დროს ამერიკელებს მსხვერპლი არ ყოლიათ. და ეს იყო ყველაფერი, რაც უშუალოდ გადარჩენის ოპერაციას ეხებოდა. აქ დავტოვებ Donald Trump-ის Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის ოპერაციას აანონსებს მათთვის, ვისაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო აქვს, თუმცა გასაკვირად, ამ საკითხზე ყურადღებისთვის მადლობას არავინ გადაუხდის. რაც არ უნდა იყოს ეხლა, როცა ეს საგა დასრულდა, თქვენ ნახავთ უსასრულო ნაკადს ძალიან თავდაჯერებული მოსაზრებებისა იმის შესახებ თუ რას მიანიშნებს ეს ომზე. თუ ახლა ერთ წუთს მომცემთ, ნება მომეცით ყველა გავაბრაზო იმით, რომ აღვნიშნო. სიმართლე უკიდურესობებში არ არის. როცა პარასკევს F-15 ჩამოვარდა, მე ხაზს უსვამ პროცესის მნიშვნელობას და არა შედეგებს. ანუ იმას, რომ ნაკლებად უნდა გავამახვილოთ ყურადღება კონკრეტული შედეგის ბედზე და უფრო მეტად იმ სტრუქტურულ პროცესზე, რომელიც ქმნის იმას, რასაც ვხედავთ. ეს აქაც კვლავ ძალაშია. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საძიებო სამაშველო ოპერაცია გეგმის მიხედვით წარიმართა, არ ნიშნავს, რომ შემდეგიც ასე იქნება. მიუხედავად ამისა, პროცესზე კონცენტრირება მაინც ფრთხილად ოპტიმისტურ სურათს ხატავს შეერთებული შტატებისთვის. მარტის შუა რიცხვებისთვის აშშ-ს სამხედროებმა ირანის თავზე დაახლოებით 6000 გამოფრენა განახორციელეს. უახლესი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ კონსერვატიული შეფასებით დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 10000 შეადგენს. ამ პერიოდში მტრის მიერ სამი თვითმფრინავის ჩამოგდება 0.3%-იან წარუმატებლობის მაჩვენებელს ნიშნავს. ეს საოცრად კარგია. შეერთებული შტატები კვლავ დომინირებს ცა-ში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დომინირება დაუმარცხებლობას არ ნიშნავს. შედარებისთვის და გაითვალისწინეთ, რომ ამაზე სანდო მონაცემების მოპოვება რთულია. რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი უკრაინაში შეჭრის პირველ თვეში დაახლოებით 0.5%-დან 1.5%-მდე იყო. ასე რომ, შეერთებული შტატები ირანში დაახლოებით 10 ჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებს. ამის მიუხედავად 0.3%-იანი წარუმატებლობის მაჩვენებელი ნიშნავს, რომ საბოლოოდ კიდევ ერთ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ. შეიძლება მომავალში ეს შორეულ რეგიონში აღარ მოხდეს და ირანის რევოლუციური გვარდია პილოტს მალევე დააგავებს. ამიტომ თეთრ სახლს კვლავ დააწუხებდეს ამით გამოწვეული პოლიტიკური შედეგები და ამ კონტექსტში უნდა განიხილოს, როდის შეწყვიტოს ფართომასშტაბიანი ომი. ტრის ხაზებს მიღმა მომავალი სიტუაციების შესახებ რომ ვთქვათ, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს რამდენიმე საინტერესო სტრატეგია, რომელსაც ორივე მხარე შეიძლება მიმართოს, თუ მათი ოპერაციული უსაფრთხოება საკმარისად კარგია. ირანის მიერ სამხედრო ტყვეს დაჯერის მთავარი პრობლემა ის პროპაგანდისტული ღირებულებაა, რასაც ეს შექმნის. და რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ის მიმართულება, რომელსაც მთავრობა აირჩევდა. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ყველაფერი ჩუმად შეინახო. დაუშვი რომ შეერთებულმა შტატებმა იფიქროს, რომ დაკარგული ავიატორი ჯერ კიდევ იქაა და სასწრაფოდ გადარჩენას საჭიროებს. ეს დამატებით ამერიკულ თვითმფრინავებს მიიზიდავდა, რომლებიც შესაძლოა ჩვეულებრივზე ნაკლები უსაფრთხოების სტანდარტებით იმოქმედებდნენ. ამის შედეგად ირანს შეეძლო გამოეწვია დომინოს ეფექტი, სადაც პირველი ჩამოგდებული თვითმფრინავი მეორე ჩამოგდებულ თვითმფრინავს გაუს გამოიწვევდა და ასე შემდეგ. იყო გარკვეული ვარაუდი, რომ ეს უკვე ხდებოდა ოფიცრის გადარჩენამდე, კვირა დილით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს აშკარად მცდარი იყო. ეს ასევე გულისხმობს, რომ ირანს აქვს ეფექტური ანტისაჰაერო შესაძლებლობები, თუმცა ირანის მხრიდან 0.3%-იანი წარმატების მაჩვენებელი ამაში ეჭვს ბადებს. ამასობაში არსებობს კიდევ ერთი საპირისპირო ვარიანტი. დაუშვათ, რომ შეერთებულმა შტატებმა შუმად გამოიყვანა ოფიცერი. იმის გათვალისწინებით, რამდენად ხშირად ჟონავს ინფორმაცია თეთრი სახლიდან, პრაქტიკაში ამის დანახვა რთული იქნება, მაგრამ მოდი ცოტა ხნით ამ იდეაზე ვიმუშაოთ. ამის შემდეგ ირანის ძალებიც იძულებულნი იქნებიან ღიად გამოჩნდნენ, რადგან ისინი ცდილობენ პირველებმა იპოვონ ახლა უკვე მიუწვდომელი ავიატორი. ცენტრალური სადაზვერო სააგენტო როგორც ჩანს, ცდილობდა მსგავსი რამ გაეკეთებინა ირანისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებით, მაგრამ შეიძლება წარმოიდგინო ამ სქემის ბევრად უფრო მასშტაბური ვერსიის განხორციელება. დაბოლოს მოდი ვილაპარაკოთ იმ ფაქტზე, რომ ადგილზე რეალურად იყვნენ სამხედროები. ამ ზოგად საკითხს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მედიის მხრიდან დიდი და საინტერესო ყურადღება დაეთმო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მედია ამ თემაში ნაკლებად არის გათვითცნობიერებული. მაგრამ წარმატებული ევაკუაციის ოპერაცია ახალ დისკუსიებს გაუხსნის გარს აქ. მოდით ვცადოთ წინ გავუსწროთ ამ საკითხს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ არგუმენტი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს. შეერთებულმა შტატებმა ახლახან პირველად გადადგა ეს ნაბიჯი და ჯარი ადგილზე შეიყვანა.
ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ამიტომ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ ამის ცდუნება გაუჩნდება. შეიძლება კარგის კუნძულის დაკავება და იქ არსებული ნავთობის ხელში ჩაგდება. ან იქნებ თეთრი სახლი უფრო გაბედული გახდება და შეეცდება ირანის მატერიკულ სანაპიროზე გადასვლას. ორი საკითხია, ერთი ზოგადი და ერთი კონკრეტულად კარგთან დაკავშირებული. ზოგადად ამ ოპერაციის წარმატების მიზეზი ის იყო, რომ ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. მიწაზე ჯარის განთავსება ბევრად უფრო მარტივია, როცა ისინი იქ საკმარისად დიდხანს არ რჩებიან იმისთვის, რომ ირანმა გაიგოს მათი ადგილმდებარეობა და გაუშვას შაჰ-დრონები მათ მიმართულებით. ვინც გეუბნებათ, რომ ეს თეირანის გარეუბნებში სახმელეთო შეჯრის კარს ხსნის, არ აქვს წარმოდგენა ქვეყნის გეოგრაფიაზე, იმ ლოგისტიკაზე, რაც ამას დასჭირდება და იმ საბაზისო ტაქტიკურ ვითარებაზე, რაც ასეთ შემთხვევაში შეიქმნება. პენტაგონი როგორც ჩანს ამას კარგად ხვდება, რადგან ეს ძალიან მარტივი საკითხია. სწორედ ამიტომაც რეგიონში განთავსებული სახმელეთო ძალების რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ეს ასევე ერთადერთი სამხედრო საკითხია, რომელსაც თავად ტრამპი აშკარად ერიდება, ასე რომ მსგავსი რამ რომ მოხდეს, ეს პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილება იქნება. კარგის შემთხვევაში კონკრეტულად ნავთობის წაღების რეალური გზა არ არსებობს. ნავთობი იქ მილსადენებით მიდის, რომელსაც ირანი უბრალოდ გამორთავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იქ ტანკერის მიყვანა და ნავთობის ჩატვირთვა შეუძლებელია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამერიკელი ჯარები იქ უბრალოდ სამიზნეები იქნებიან შაჰადებისთვის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ არის საჭირო. მეგობრული შეხსენებაა, რომ თუ ამერიკელი ჯარები კარდის კუნძულზე დადგებიან, მათ შეუძლიათ უბრალოდ გამორთონ ნავთობის ინფრასტრუქტურა, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ირანის მთავრობას. მაგრამ მათთვის იქ დარჩენა საჭირო არ არის. მათ შეუძლიათ დივერსია მოაწყონ და წავიდნენ. ამიტომ ეს რჩება საფრთხედ, რომელიც უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას თან მოხვება მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე, ნავთობის ფასების კიდევ ერთი გარდაუვალი ზრდა. მაშ, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? აშშ-ში სპეციალური ძალები კვლავად საუკეთესოა მსოფლიოში. საჰაერო კამპანია გაგრძელდება იგივე სიფრთხილით, რადგან სპეციალური ძალების სამაშველო ოპერაციებს ყავარჯენივით ვერ დაეკორტნობი. ორივე მხარე შეიძლება შემოქმედებითად იმოქმედოს, როცა მფრინავი მტრის ხაზებს მიღმა კატაპულტირდება. და ეს არ არის მტკიცებულება იმისა, რომ სახმელეთო ძალები უსაფრთხოდ იქნებიან, როგორც დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი ამას დაასკვნის. საინტერესოა, ლიდერებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. და თუ ოდესმე გიფიქრიათ, მინდა 50 წუთიანი ტრაქტატი იმის შესახებ, რატომ არ უნდა მოусმინოთ იმას, რასაც ლიდერები ამბობენ. ხო და გუშინ Lines on Maps Extra-ს ზუსტად ასეთი ვიდეო ჰქონდა თქვენთვის. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა ამაში ისაა, რომ ასევე განვიხილე გარემოებები, როცა ლიდერებს შეუძლიათ სანდოდ გადასცენ ინფორმაცია. ხო, ასეთი მოულოდნელობების სახალისოა. და თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. შემდეგ ჯერზე ისევ ვნახავთ. მოიფრთხილეთ თავი.